პირველ რიგში მათთვის პირველი იყო ნახშირი, არათუ ადამიანებს სიცოცხლე. 10-ში დავიწყე მუშაობა, 12-ში პირველ კაპიტალს რომ მოვყევი, სულ ვიყავი კაცი ვერ მეტყვის რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას ვეკუთვნი. რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციის მხარი დამეჭერას ან დამეწეროს რამე რომ ანის არ ვარგა ვიყავი მხოლოდ მათი მიუღებელი პირი რომ ვეჭხუბებოდი იმის გამო რომ რაც გჭირდებოდა ის უნდა მოეტანათ. ხელფასის მომადებას, სპეცდასაცმელის მიღებაზე, სასადიროში უწესრიგობაზე, საშხაბე კაბინებში უწესრიგობაზე, უსაფრთხოების ტექნიკის ყველაფერზე, უსამართლობაზე რაც ხდებოდა იქინა. 1-2 პიროვნების მიკერძოებაზე ამას ვიყავ მიუღებელი ამის გამო რომ მე არ ვეპოვებოდი და ვიყავი მათთვის შემცობილი როგორც ძვალი გაჩხერია კი ისე ვიყავი. ყველანაირი საფუძველი შეეძლო მოვეხსანი, მაგრამ საბუთი რო ქონოდათ რეორგანიზაციის მიხედვით დაიფარეს საბუთი და всё. ჩემი ისტორია გავიგე იმით რომ ჩადარდა რაღაც გამოცდები რაცხა რეორგანიზაციის ამბავში ხელი მოგვაწერიეს კი ბატონო. ამ რეორგანიზაციის დაწყებამდე ოპერაცია გავიკეთე, ბიულეტენზე ვიყავი, მომივიდა წერილი რომ უნდა გამოცხადდე. გამოცხადების დროს იქ მითითებული იყო რომ თუ არ გამოცხადები დარეკე ამადამნომე დავრეკე აუხსენი ერთხელ ხელმძღვანელს და მითხრეს რომ შენ ბიულეტენზე თუ ხარ ჩაგეთვლება საბადიოში. ვინ ჩამითვალა საბადიოში წითელ სიაში ყოფილა რომ გადაცემულა ძალით მიმიყვანეს წერილის მიხედვით იქ რომ თუ არ გამოცხადები ამოღებული იქნები სიიდან და მივედი მე თქვი მართლა და ჩემს სასაკლაოზე მივედი ჩემი ფეხით. რომ მივედი გამოსთაჭი გასაუბრება ჩამიტარეს მე როგორც გავიგე კიდევ რომ მე ბიულეტენზე ვიყავი და წარმოადგინე საბუთი ყველაფერი მათ არ შეეძლო ჩემი გამოძახება, მაგრამ შეეძლო თუ არ შეეძლო თუ მაგათი ამბავი არის და მეგრე მითხრეს რატომ მოძანდი თუ ბიულეტენზე იყავ მერე მითხრეს როდესაც რომ ხელი მოწერდა ჩემს განთავისუფლებას ვერ ჩააბარე გამოცდა არ გეყო ქულები და თავისუფალი ხარ სამსახური განამარტო მე როგორც კი მე ვიყავი ამ წარმოებაში ერთადერთი მიუღებელი პირი ასე ანალოგიურად იყო ჩემი შვილიც ორთავი ოჯახის წევრიდან ორი სული გამოგვიშვეს სამსახურიდან პირველი მომთხოვნი ვიყავი მათთვის ხელფასის მომადებას სპეცდასაცმელის მიღებაზე სასადიროში უწესრიგობაზე, საშხაბე კაბინებში უწესრიგობაზე, უსაფრთხოების ტექნიკის ყველაფერზე, უსამართლობაზე რაც ხდებოდა იქინა. 1-2 პიროვნების მიკერძოებაზე ამას ვიყავ მიუღებელი ამის გამო რომ მე არ ვეპოვებოდი და ვიყავი მათთვის შემცობილი როგორც ძვალი გაჩხერია კი ისე ვიყავი. ყველანაირი საფუძველი შეეძლო მოვეხსანი, მაგრამ საბუთი რო ქონოდათ რეორგანიზაციის მიხედვით დაიფარეს საბუთი და всё. 10-ში დავიწყე მუშაობა, 12-ში პირველ კაპიტალს რომ მოვყევი, სულ ვიყავი კაცი ვერ მეტყვის რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას ვეკუთვნი. რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციის მხარი დამეჭერას ან დამეწეროს რამე რომ ანის არ ვარგა ვიყავი მხოლოდ მათი მიუღებელი პირი რომ ვეჭხუბებოდი იმის გამო რომ რაც გჭირდებოდა ის უნდა მოეტანათ. 2016 წელს ვითხოვდი ხელფასების მომატანაზე ვიყავი ერთადერთი აქტიური ჩემი პირადი მოთხოვნით 3-4 მოემატა ხელფასი მოძრაობის და ტრანსპორტის უბანს. შემდეგში, რა ვიცი, ის პირადი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს მთავარი ინჟინერი არის, ჩემი პროფკავშირის უფროსი ხელმძღვანელი იყო. მაშინ თუ მისაღები იყო მისთვის, ჩემი ასეთი საქციელი დღეს რა თუ არის მის მიუღებელი. მაშინ იყო პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაგრამ ერთი სიტყვით არ გამორცულა, არც მაშინ, არც ახლა. ხალხის საკეთილღაო სიტყვისთვის. მუშებისთვის ვიბრძოდი და ვიბრძოდი იმის გულისთვის, რომ მუშა და პირადად მეც და ყველას რაც გვეკუთვნოდა ნორმალური სახელმწიფოს ანაზღაურება ქონებოდა. ნორმალური ხალხი 400 მეტროზე მიტაში ჩადის და ზოგს 800 და ზოგს 900 ლერია ხელფასი. ეს ხო უსამართლობა არის.
ეს ხო უსამართლობა მიწის ქვეშ ჩადის და მერიაში და ღმერთმა ყველას მიცეს და პარლამენტში დამლაგებს 2 და 3000 ლარი ხელფასი. წარმოუდგენელია, ხანა არ არის, მაგას ვამბობ, მე მაგას ვითხოვდი, რომ მე პირადად ელმავლის მემანქანე ვიყავი. 1100 ლარი მაქვს ხელფასი, მქონდა ხელფასი. იმ 1100 ლარით ჯერ როგორ უნდა იცხოვრო დღეს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრობდი და ისე გამომიღეს პირიდან ლუკმა. ძალიან ბევრი გარდაცვლილი. ძალიან ჩემი შვილი უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, რომელიც რომ არ ეპოვებოდა და მიზეზი მოუგენეს, რომ გაზომა არ იცოდა და გაანთავისუფლეს სამსახურიდან. გაზის გაზომა თუ არ იცოდა, რამდენჯერ გაუჩერებია საექსპლუატაციო ვარო, არა აფეთქებია, რომ ხალხი არ დახვეწილიყო შიგნით. ესე ცოდნია? მაგრამ ნახშირი არ მიაცემია, აი ამის გამო გაანთავისუფლეს. პირველ რიგში მათთვის პირველი იყო ნახშირი, არა თუ ადამიანებს სიცოცხლე. მე მგონია რომ ჩვენი განთავისუფლებით საქმეში საქმე გაკეთდა. რატომ მგონია იცი? საქმეში რომ გამოაქვეყნა ახლა ახალი წერილი, საქმეში დამთავრდა რეორგანიზაცია. რო აუკვირდი, აი ჩვენ რო ხმა არ მოგვეყო, გაგრძელდებოდა. შეიძლება კიდევ ეს გაგრძელდეს, რომ ჩაწყნარდეს, მაგრამ ამჟამად გაჩერებულია. ეს გავაკეთეთ ჩვენ ძიმბიჭების საქმე, რომელმე ჩვენ აღვიძრო, გაჩერდა რეორგანიზაცია, ბევრი მოყვებოდა უკან. რომელიმე მითხრას. ყველაზე მეტი შეხება მქონდა მე საშახტო სადისპეჩერო პუნქტთან. ჩემი გადაადგილება უნდა იცოდეს იმან. როგორც მე ელმავლის მემანქანე შეეკითხონ რომელიმე, მაგრამ თქვენ არ შეგიშომენ შეგნი თუ დარღვევა მქონია, თუ ერთი სიტყვის გაუფრთხილებდი ფეხი გადამედგასა სამე წავსულიყავ, რო გაჩერდებოდა მუშაობა, აქ ვარ, აქ მეძი, აქ ვიქნები. ისე იცოდა, ერთადერთი სიმართლეს ვიტყვი ჩემი უნის უბრალოდ იმან იცოდა თქმა, რომელიც ყველაზე მეტად გამართულ ელმავალს და ტრანსპორტს ითხოვდი ერთადერთი იყავ შენ. ასე მითხრა მე თუ არა, თუ მიაფერის და არა, იმან იცოდა რომ მე ამის მომთხოვნე ვიყავი და მაინც გამიშვედა რა ვქნა ხა თობს ვერავის ვერ ვეს. არც არავის ვემტროვი. როდის მიიღეს ბოლოს სპეცსაცმელი. როდის მიიღეს ბოლოს რეზინის ჩექმები. როდის მიიღეს თბილი დასაცმელი. ყველა თბილი დასაცმელი ჩემი მოთხოვნით ამიღებული. მე ვიყავი პირადი, როდესაც შევდიოდი გენერალთან და სულ მქონდა ამაზე ჭუბი რომ თბილი დასაცმელი. თბილი დასაცმელი ეს იცოდა ჩემაურის უბრალოდ ხმა ბესო სეფერთელაძეს უბერეთ სული თუ არა კურტკებს თქვენ ვერ ჩაგაცნოდო. ამის თქმა შემიძლია და სადაც მინდა იქ ვიტყვან ბიჭებს. როდის მიიღეს, როდის მე რამე, როდის. აი რო შეგიშვათ, ჩვენ სხაპს სადღებულობთ, ძაღლს არ დაბანიქინა. მაგრამ დასვლის არ ხوبერ დამოვალთ. მე შახტე სადღებულობ სხაპს. აი რა ვეღარ ვამბობ რა ბოლო მე სიცხვილია რომ მეც იქ ვიდავდიოდი და მეც ვიბანდი. კარგად გამიჩნდა. მაგრამ რა ვქნა უსამართლობა იყო. ამის გულისთვის ვიყავი. ამის გულისთვის ვეჭყობოდი პროკურორის ხელმძღვანელობას. ამის გულის სული ძახოდე პროკურორის ხელმძღვანელობას. ნათქვამი მაქვს, ნათქვამი 2 წელი გევიდა, ამორტელიდაჭი რო არ გააკეთეს, ხო უნდა მივიღო ზომები რაც. მე ვარ პროკურორის წევრი. კომიტეტის წევრი ვარ. პროკურორის საქმეში პროკურორის კომიტეტის წევრი ვარ. ხელია მოწერილი ჩემ განთავისუფლებას და მეტი რა უნდა ვთქვა. ჩემმა პროკურორის ხელმძღვანელმა არ ვიცოდიო რაზე მოაწერე ხელიო და ხელს როაწერ რაზე არ აწერე. მე ვკითხულობ რაზე ვაწერ ხელს და ხელს როაწერ, ხო უნდა იცოდე რაზე უნდა მოაწერო ხელი.